იმ ადამიანებს მინდა გავცე პასუხი, რომლებიც გვიწერენ, რომ სიგარეტის გადასახადი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, რათა ადამიანების უმრავლესობამ მისი ყიდვა საერთოდ ვერ შეძლოს. ამის მაგალითად კი ევროპის ქვეყნები მოჰყავთ, სადაც სიგარეტზე გადასახადი საქართველოზე მაღალია. მეგობრებო, სიგარეტის მოხმარება კულტურული ელემენტის გარდა პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის სიმდიდრესთან და უსაფრთხოებასთან. რაც უფრო მდიდარია ქვეყანა, მით ნაკლებ სიგარეტს მოიხმარენ მოქალაქეები. ოღონდ იმიტომ არა, რომ სიგარეტი იმაზე ძვირი ღირს, ვიდრე მოქალაქეს მასში ფულის გადახდა შეუძლია. უბრალოდ რაც უფრო მდიდარი და უსაფრთხოა ქვეყანა, მით მეტად ფიქრობენ მოქალაქეები ჯანმრთელობაზე და გრძელვადიან კეთილდღეობაზე და შესაბამისად ნაკლებ სიგარეტს მოიხმარენ. მაგალითად, დასავლეთ ევროპაში თამბაქოს გაცილებით ნაკლები ადამიანი მოიხმარს, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპაში, რადგან დასავლეთ ევროპის ქვეყნები ეკონომიკურად უფრო განვითარებულები არიან. ამ ქვეყნებისგან განსხვავებით, ქართული ოცნების საქართველოში მოქალაქეთა უმრავლესობა სიღარიბეში ცხოვრობს. ჯანდაცვის სისტემა უვარგისია. ადამიანის უფლება სახელმწიფოსთვის არაფერს წარმოადგენს. თითქმის ყოველდღე მოქალაქე უსამართლობას, კორუფციას, ნეპოტიზმს, დაუსჯელ კრიმინალს აწყდება. ადამიანები ყოველდღე გადარჩენის რეჟიმში ცხოვრობენ და ჯანმრთელობასა და გრძელვადიან კეთილდღეობაზე ფიქრისთვის დრო და რესურსი ფიზიკურად არ რჩებათ. ამიტომაა, რომ საქართველოში მილიონამდე მწეველი გვყავს. მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტს რეჟიმი სისტემატურად აძვირებს. და ეს არ ხდება თქვენი ჯანმრთელობისთვის. იცით, რამდენი ფული ამოიღო გასულ წელს რეჟიმმა თქვენი ჯიბეებიდან მხოლოდ სიგარეტზე აქციზის გადასახადით? 1,5 მილიარდი ლარი. წელს კიდევ რამდენიმე ასეული მილიონით მეტს ამოიღებს აქციზის გადასახადის 85 თეთრით გაძვირების შედეგად. და ეს ფული არ წავა სკოლებში, გზებში, თავდაცვაში, ჯანდაცვაში, პენსიებში. ის წავა ჩინოვნიკების ჯიბეებში, როგორც რეჟიმისვე აღიარებით ხდებოდა წლების განმავლობაში. ერთადერთი შედეგი, რაც სიგარეტის აქციზის გაძვირებას მოყვება, ღარიბი მოქალაქეების კიდევ მეტად გაღარიბებაა. ამიტომ აქციზის გადასახადი დრამატულად უნდა შემცირდეს, რათა მილიონამდე ქართველმა მყისიერი ფინანსური შვება იგრძნოს და ფედერალისტები ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამას გავაკეთებთ.